იდეების ლაბორატორია კომპანიის RMG საგანმანათლებლო პროექტს ახალი გამარჯვებული ყავს და ეს არის დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი. მათი პროექტი პავილიონის საუკეთესოდ იქნა მიჩნეული. მოდით ნახოთ ნინო მჭედლურის სიუჟეტი. იდეების ლაბორატორიის გამარჯვებული გახლავს მეორე საჯარო სკოლის პროექტი პავილიონი. იდეების ლაბორატორიას კიდევ ერთი გამარჯვებული ყავს. დაბა კაზრეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტმა სახელად პავილიონი ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე თვეში სკოლის მოსწავლეების მიერ დაპროექტებული პავილიონი დაბა კაზრეთის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გახდება. მთავარი აქტივობა კი სამაგიდო თამაშები იქნება. ძალიან დავიბენი, ძალიან ვინერვიულე, თავიდან ნოდართა რო ვიყავით, ცოტა დამშვიდებული ვიყავი და მეგონა რომ ხსო ლიზი შენ აი ძალიან მაგრა იზევ და იქ რო ავედი, აი სასწაული, ფეხის კანკალი, ხელის გული, აი ძალიან შეშინებული ვიყავი და მე რო შემეშალა, მეგონა რომ ამის გულიზე არ იქნებოდა, ანუ არ ერჩევდნენ ჩვენ პროექტის გულს და აი რო გავიგე, აი ძალიან გამიხარდა, ძალიან, აი ეხლა სამჯერა მგონია რომ რავი სიზმარია. სამეგობრო წრეში რო აი ესე ერთად შევიყრებით, ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, სიმღერები, სამაგიდე თამაში და უამრავი სხვა რამ, აი ძალიან გამიხარდა. კომპანია RMG-ს იდეების ლაბორატორია საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბორნისის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას. ორკვირიანი ტრენინგ კურსის შემდეგ 4 ჯგუფად წარმოდგენილმა მოსწავლეებმა 4 პროექტი მოამზადეს. გამარჯვებულ პროექტს კომპანია RMG სრულად დააფინანსებს, თუმცა არც დარჩენილი 3 პროექტი დარჩა ყურადღების მიღმა. კაზრეთში ძალიან გვაკლია შემეცნებით შემოქმედებითი აქტივობები, რადგან არ ტარდება ხოლმე, ან როცა ტარდება ძალიან მწირი ბავშვების რაოდენობა იღებს მონაწილეობას და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად ეს შეგვერჩია, ანუ ეს ყოფილიყო ჩვენი პრობლემა და ჩვენ აქტივობებში გვქონდა ისეთი პროექტები და ისეთი აქტივობები შეტანილი, სადაც ბავშვებს შეეძლებოდათ ნიჭი გამოევლინათ საკუთარი. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემი მაქსიმუმი დავდე და გამარჯვებული გუნდის გამარჯვებას აბსოლუტურად ვაღიარებ და ჩემთვის პრიორიტეტულია ის, რომ ეს 3 პროექტი გავერთიანდით, რადგან უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვა. აღფრთოვანებული ვარ პროექტის წერის დროს, როდესაც მიდგა საკითხი ბიუჯეტის დადგენაზე, ინტერნეტში როგორ მოახდინეს, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მოძიება და შემდეგ საქმიანი მოლაპარაკების ზარის გაკეთება და დალაპარაკება. სწორედ ეს არის რა ამ პროექტის მიზანი, რომ ახალგაზრდებს გაუღვივოთ კეთების სურვილი, კარგი რაღაცების დაორგანიზების სურვილი და მივიცეთ საშუალება, რომ ამის ორგანიზებაში თავად იყვნენ ჩართულები, თავად შეიმუშაონ და განახორციელონ ეს ყველაფერი. საბოლოო პროექტის მომზადებისას პრიორიტეტული თემები მწვანე გარემო და სოციალური ურთიერთობები იყო. 4-ვე ჯგუფმა უპირატესობა მათ დაბაში არსებულ მთავარ პრობლემას, სოციალურ ურთიერთობებს მიანიჭა. წარმოდგენილი პროექტების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების გაჩენა და მოტივაციის ამაღლება იყო. 4-ვე ძალიან საინტერესო იდეა იყო, ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ძირითადი იდეები 4-ვე პროექტიდან დავაფინანსეთ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბავშვებისთვისაც და ზოგადად დაბისთვისაც. სურვილი კომპანიას ძალიან დიდი აქვს ამ პროექტის გაგრძელების, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი თანამშრომლები. ეს ახალგაზრდები არიან ამ დაბის მომავალი მკვიდრები, რომლებიც აქ იცხოვრებენ და თუ ეს ადამიანები იქნებიან წარმატებული ადამიანები თავის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს დაბასაც, კომპანიასაც, ქვეყანასაც ყველას გამოადგება. RMG-ს იდეების ლაბორატორია წელს მეორედ პანდემიის მიუხედავად წარმატებით განხორციელდა. 2021 წლის გაზაფხულზე ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებულ პროექტებს ბორნისის რეგიონში უკვე დასრულებული სახით ვიხილავთ.